მოგესალმებათ ინოვაციური ონლაინ პროექტი. მე ვარ თამარ გუგუნიშვილი და ეს არის ჩვენი ალგებრული ნაწილის მე-16 ვიდეო ლექცია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საშუალო არითმეტიკულზე, ასევე ვისწავლით მოდას, მედიანას და ბოლოს გაბნევის დიაპაზონის მნიშვნელობას გავიგებთ. დავიწყოთ საშუალო არითმეტიკულით. რამდენიმე რიცხვის საშუალო არითმეტიკული რომ ვიპოვოთ, საჭიროა რომ ეს რიცხვები შევკრივოთ და გავყოთ მათ რაოდენობაზე. მაგალითად, მოცემული გვაქვს რიცხვები -3, 8, 0, 5 და 10. თუ კი გვაინტერესებს რა იქნება მათი საშუალო არითმეტიკული, აუცილებლად შევკრივოთ ეს რიცხვები და გავყოთ მათ რაოდენობაზე, ანუ რამდენი რიცხვიც გვაქვს. სულ გვაქვს 5 რიცხვი, აქედან გამომდინარე ჯამს გავყობთ 5-ზე. დავწეროთ -3 + 8 + 0 + 5 + 10. შეფარდებული 5-თან. რა იქნება? -3 + 8 5, 5 დამატებული 0 5, 10 20. 20 მეხუთედი, ანუ ეს უდრის 4-ს. ნახოთ შემდეგი, რა იქნება შემდეგი რიცხვები? საშუალო არითმეტიკული 8 დამატებული 3 დამატებული 2 დამატებული 2 დამატებული 15 და ესეც უნდა შევაფარდოთ 5-თან, რადგან მათი რაოდენობა არის სულ 5. დავწეროთ. და ეს შეფარდებული 5-თან. ნახოთ, დავაჯგუფოთ 8 და 2 10. 15, 15, 15, 30, 30 გაყოფილი 5-ზე, დავწეროთ მაინც 30 მეხუთედი, ანუ ეს უდრის 6. ამრიგად, აღნიშნული რიცხვები საშუალო არითმეტიკული არის 6-ის ტოლი. ახლა კი გადავიდეთ მედიანაზე. თქვათ, გვაქვს მოცემული მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც n რიცხვისაგან შედგება. თუ კი ეს რიცხვები დალაგებული გვაქვს ზრდის მიხედვით და n არის კენტი, ამ შემთხვევაში მედიანა იქნება შუა რიცხვი. ხოლო თუ n არის ლუწი, მედიანა იქნება შუა ორი რიცხვის საშუალო არითმეტიკული. ჩამოვწეროთ მაგალითად მონაცემთა ერთობლიობა იყოს 5, 6, 8, ამავდროულად დავალაგოთ ზრდის მიხედვით 13, 15, 16, 18, 19 და 20. დავითვალოთ, რამდენი რიცხვი გვაქვს? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ანუ n უდრის 9-ს. კენტი რაოდენობა გვაქვს, აქედან გამომდინარე მედიანა იქნება შუა რიცხვი. ჩვენთვის შუა რიცხვი იქნება აუცილებლად 15. მარჯვნივაც გვაქვს დარჩენილი 4 რიცხვი, მარცხნივაც გვაქვს დარჩენილი 4 რიცხვი. ახლა კი დავწეროთ ისეთი მონაცემთა ერთობლიობა, როდესაც n არის ლუწი. მაგალითად 1, 5, 6, 8, 12, 13, 15, 7 და 17. დავითვალოთ, რამდენი რიცხვი გვაქვს? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. აქედან გამომდინარე n უდრის 8-ს. ანუ გვაქვს ლუწი რაოდენობა და აუცილებლად იქნება შუა ორი რიცხვის საშუალო არითმეტიკული ჩვენი მედიანა. შუა ორი რიცხვი ეს არის 8 და 12. მარჯვნივაც გვაქვს 3 რიცხვი დარჩენილი, მარცხნივაც 3 რიცხვი. დავწეროთ 8 + 12 შეფარდებული 2-თან. 8 + 12 20, 20 მეორედი, ანუ ეს არის 10. პირველ შემთხვევაში ჩვენს მონაცემთა ერთობლიობაში მედიანა იყო 15-ის ტოლი, ხოლო მეორე რიცხვით მონაცემებში მედიანა არის 10-ის ტოლი. მონაცემთა ერთობლიობის მოდა არის ის რიცხვი, რომელიც ამ მონაცემებში ყველაზე ხშირად გვხვდება. მაგალითად, დავწეროთ მონაცემთა ერთობლიობა 3, 8, 8, 15, 21, 25, 30. აღნიშნულ მონაცემთა ერთობლიობაში ჩვენ 8 გვხვდება ორჯერ.
აქედან გამომდინარე მოდა იქნება 8. დავწეროთ კიდევ ერთი მონაცემთა ერთობლიობა 5, 15, 15, 17, 20, 20, 25, 30, 30. აღნიშნულ მონაცემთა ერთობლიობაში კი მოდა იქნება ის, რაც ყველაზე ხშირად ხდება. ყველაზე ხშირად ჩვენ გვხვდება 15 ორჯერ, ასევე 20 გვხვდება ორჯერ და 30-იც გვხვდება ორჯერ. დავწეროთ. მოდა აღნიშნული მონაცემების იქნება 15, 20 და 30. ბოლოს კი განვიხილოთ გაბნევის დიაპაზონის მნიშვნელობა. როდესაც გვაქვს მონაცემთა ერთობლიობა, თუ ჩვენ ამ რიცხვებში უდიდეს რიცხვს გამოვაკლებთ უმცირეს რიცხვს, ეს უკვე იქნება გაბნევის დიაპაზონი. დავწეროთ ისევ მონაცემთა ერთობლიობა, მაგალითად 5, 17, 18, 25, 31, 35 და 40. ამ შემთხვევაში გაბნევის დიაპაზონი იქნება უდიდეს რიცხვის გამოვაკლოთ უმცირესი რიცხვი, ანუ 40 - 5. ეს იქნება 35. გაბნევის დიაპაზონი. ახლა კი ვეცადოთ ნასწავლი მასალის გამოყენება და ამოხსნათ აღნიშნული ცხრილი. თუ კი მოცემული გვაქვს მონაცემები 2, 5, 3 და ამ მონაცემების სიხშირე არის 5, 4, 6. ეს რას ნიშნავს? რომ 2 გამეორებულია 5-ჯერ, 5 აღებული გვაქვს 4-ჯერ და 3 აღებული გვაქვს 6-ჯერ. გვაინტერესებს საშუალო არითმეტიკული მოდა მედიანა და გაბნევის დიაპაზონი. დავიწყოთ საშუალო არითმეტიკულით. რადგან 2 მეორდება 5-ჯერ, გავამრავლოთ 2 5-ზე და დავუმატოთ 5 გამრავლებული 4-ზე, დავუმატოთ 3 გამრავლებული 6-ზე. ეს უნდა შევაფარდოთ აუცილებლად სიხშირეთა ჯამზე, ანუ 5 დამატებული 4 დამატებული 6 ამ მონაცემების ერთობლიობაზე. ეს იქნება 15. გამოვთვალოთ 2-ჯერ 5 10 დამატებული 20 დამატებული 18 შეფარდებული 15-თან. ეს იქნება 48 მე-15. 48 მე-15 ვიცით რომ არის რომ შევკვეცოთ 3-ზე, მრიცხველში იქნება 16, ხოლო მნიშვნელში იქნება 5. 16 მე-5, 16 რომ 5-ზე გავყოთ, მოთავსდება 3-ჯერ, 3/10-ში 5 მოთავსდება 2-ჯერ. ანუ ამრიგად ჩვენი მონაცემები საშუალო არითმეტიკული უდრის 3/2. გადავიდეთ მოდაზე და გავიხსენოთ რა არის მოდა. ის მონაცემებში ის რიცხვი, რომელიც ყველაზე მეტჯერ მეორდება. ანუ მოდა იქნება ჩვენ შემთხვევაში 3, რადგან 3 მეორდება 6-ჯერ, ანუ ყველაზე მეტჯერ. გადავიდეთ მედიანაზე. მონაცემთა ერთობლიობაში, როგორც ხედავთ, სულ მონაცემების რიცხვი გვაქვს კენტი, ანუ 15. აქედან გამომდინარე იქნება შუა რიცხვი. რომ დავალაგოთ ზრდის მიხედვით, თავდაპირველად იქნება 2-იანი 5-ჯერ, შემდეგ წამოვა 3, 3 გამეორდება 6-ჯერ და 5 გამეორდება 4-ჯერ. შუა რიცხვი კი აუცილებლად მოუწევს 3. გადავიდეთ გაბნევის დიაპაზონზე და შეგახსენებთ, რომ გაბნევის დიაპაზონი არის მონაცემთა ერთობლიობაში უდიდესი რიცხვის და უმცირესი რიცხვის სხვაობა. ჩვენ შემთხვევაში უდიდესი რიცხვი ეს არის 5, ხოლო უმცირესი რიცხვი გვაქვს 2. ანუ გაბნევის დიაპაზონი იქნება 5 - 2, ანუ 3. ამრიგად მონაცემებში
საშუალო არითმეტიკული მივიღეთ 3.2 ტოლი, მოდა, მედიანა და გაბნევის დიაპაზონი სამივე დაემთხვა და უდრის ამ შემთხვევაში 3-ს. განვიხილოთ კიდევ ერთი საინტერესო ამოცანა. მაგალითად, რიცხვითი მიმდევრობა გვაქვს მოცემული და ვიცით, რომ პირველი 4 რიცხვის საშუალო არითმეტიკული უდრის 3-ს, ხოლო მომდევნო 6 რიცხვის საშუალო არითმეტიკული უდრის 4-ს. ჩვენ გვაინტერესებს თუ რას უდრის აღნიშნული რიცხვების საშუალო არითმეტიკული. დავიწყოთ, მაგალითად, პირველი 4 რიცხვის საშუალო თუ უდრის 3-ს, თქვათ გვაქვს რაღაც 4 რიცხვი. 4 რიცხვის ჯამი ჩვენ აღვნიშნოთ რაღაც x-ით, ხოლო მომდევნო 6 რიცხვის ჯამი აღვნიშნოთ რაღაც y-ით. x-ი შეფარდებული 4-თან, ანუ პირველი 4 რიცხვის ჯამი შეფარდებული მათსავე რაოდენობასთან, ვიცით, რომ უდრის 3-ს. აქედან გამომდინარეობს, რომ x-ი უდრის 4 გამრავლებული 3-ზე, ანუ 12-ს. აქედან გამომდინარე გავიგებ, რომ პირველი 4 რიცხვის ჯამი უდრის 12-ს. გადავიდეთ და ვნახოთ, რას უდრის მომდევნო 6 რიცხვის ჯამი. აქაც ანალოგიურად მოვიქცეთ, y-ი შევაფარდოთ 6-თან და ეს უდრის 4-ს. y უდრის 6×4, ანუ 24-ს. ვიცით, რომ შემდეგი 6 რიცხვის ჯამი უდრის 24-ს. ახლა კი გავიგოთ თლიანი მონაცემების საშუალო არითმეტიკული. ანუ პირველ 4 რიცხვის ჯამს აღნიშნულ 12-ს დავუმატოთ მომდევნო 6 რიცხვის ჯამი, ანუ 24 და ეს ყველაფერი შევაფარდოთ მათსავე რაოდენობასთან. თავდაპირველად თუ 4 რიცხვი ქონდა და შემდეგ 6 რიცხვი კიდევ მარჯვნივ, სულ გვაქვს მონაცემებში 10 რიცხვი, ანუ უნდა შევაფარდოთ 10-თან. 12-ს დამატებული 24, ეს არის 36/10. ანუ აწილადებში იქნება 3.6 ტოლი. ამრიგად, აღნიშნული მონაცემების საშუალო არითმეტიკული უდრის 3.6-ს. აღნიშნული ლექციისთვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე.